თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბუტარობაქიძის მეგობრების სასამართლო პროცესი გაიმართება. მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ტარება. გიორგი ქურდაძის ადვოკატი განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ ქურდაძის და მისი მეგობრების მიმართ ფალსიფიცირებული ბრალდების მოხსნა სამართლიანობის აღდგენის საფუძველი გახდება. არსებობს მოლოდინი, რომ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის შუამდგომლობას ბრალდებულთა გამართლების თაობაზე სახელმწიფო ბრალმდებელიც დაეთანხმება, რადგან გამოძიების პროცესში განსასჯელთა სასარგებლოდ ახალი გარემოებები გამოიკვეთა. დღეს ალბათ პროკურატურა ბრალდების მხარე ეცდება წარმოადგინოს მტკიცებულებები, მაგრამ რა მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს, მაშინ როდესაც მათ არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ ქვეყნისთვის, არა მთელი საქართველოსთვის ცნობილი არის, როგორ უსინდისოდ და უნამუსოდ დაულაგეს ამ ბრალდებულებს, ზოგს ცეცხლსასროლი იარაღი, ზოგს ასაფეთქებელი მოწყობილება, ვინაიდან ჩემთვის გუშინ გახდა, გვიან გახდა ცნობილი, დღეს მე შუამდგომლობას ვერ დავაყენებ.